მოგესალმებით, დღეს მე ამ ვიდეოში ჩემს ერთ-ერთ საყვარელ კერძს პიცას მოვამზადებ. პიცის მომზადებლად ჯერ ცომი უნდა მოზილოთ. ცომისთვის მჭირდება 500 გრამი ფქვილი, 250 მლ წყალი, 1 ჩაის კოვზი საფუარი, 1/2 სუფრის კოვზი ზეთი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი და 1 კვერცხი. ამის შემდეგ ცომს ვაფარებ და დაახლოებით 1 საათი ვტოვებ, რომ აფუდებს. როდესაც ცომი მზად იქნება, მას საცხობ ფორმაში ვათავსებ, სუფთათა თანაბრად ვიშლი და ვასწორებ. შემდეგ კი პიცაზე ინგრედიენტების განლაგებას ვიწყებ. მისი აწყობისთვის საჭირო ინგრედიენტებია: ტომატი, მაიონეზი, ძეხვი, გახეხილი ყველი და შავი პილპილი. ჯერ ძეხვით ახლად ვჭრი. მერე პიცის соуსის მომზადებლად ერთმანეთში ვურევ ტომატსა და მაიონეზს და მიღებული მასას პიცის მთელ ზედაპირზე ვანაწილებ. შემდეგ დაჭრილ ძეხვს აკურატულად და ლამაზად ვაწყობ პიცაზე. შემდეგ ვამატებ გახეხილ ყველს და შავ პილპილს და ბოლოს კი კიდევ ცოტა მაიონეზს ვასხამ. და თუ ასე არ მოგწონთ თქვენ, შეგიძლიათ ინგრედიენტები ისე განალაგოთ, როგორც გირჩევნიათ. ამ ყველაფრის შემდეგ პიცა ღუმელში შედგი გამოსაცხობად, 20-დან 25 წუთი დაველოდე და ღუმელიდან გამოვიტანე. და აი, პიცა მზადაა. ახლა გემრიელი პიცით ვტკბები.